მამისათა, დაზისათა, დაწმიდისა, სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ჩემო ძვირფასებო, ადამიანის მიერ დაწერილ წიგნთა შორის ეკლესიამ გამოარჩია 76. შეიძლება გაგიკვირდეთ, ხო? უამრავი კარგი წიგნი არსებობს ადამიანის მიერ შექმნილი, მაგრამ 76 წიგნი გამოარჩია ეკლესიამ და უწოდა მას წმინდა წერილი ღვთის სიტყვა და ბიბლოს, ანუ ბიბლია, წიგნები. 50 წიგნი, 59 წიგნი ძველ აღთქმაში და 27 წიგნი ახალ აღთქმაში. ბიბლიაში წერია კაცობრიობის წარსული, რა ხდებოდა, რა ხდება აწმყოში და რა მოხდება მომავალში. არსებობს ორი მცირე აპოკალიფსი ლუკა და მათეს სახარებაში და არის ვრცელი აპოკალიფსი იოანეს სახარებაში. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ლუკას და მათეს სახარებაში წერია მაცხოვარი მიმართავს მოციქულებს, იმიტომ რომ პირველი საუკუნიდანვე ადამიანებს აინტერესებდათ, როდის მოვა მაცხოვარი მეორედ. რატო? იმდენად გაუსაძლისია, იმდენად რთულია ხორციელი ცხოვრება, ახსავსია უნებებით, ცოდვებით, ომებით, ბრძოლებით, მიწისძვრებით, შიმშილით და უბედურებებით. რომ ქრისტემ გითხრა, რომ მე არ დაგტოვებ თქვენ ობლად და აუცილებლად მოვა. და აი მას შემდეგ თითქმის ყველა ეპისტოლეში, ყველა სახარებაში, ყველგან მოლოდინი, უპირველესი მოლოდინი არის იესო ქრისტესი. როდის მოხვალ უფალო? ბიბლია მთავრდება შემდეგი სიტყვებით, ჰე, მალე მოდი უფალო. ეს არის იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები. და სამწუხაროდ, აი ამ სწავლებას, რომელიც ახლა მე გითხარით, რომ წერია ლუკას სახარებაში, მათეს სახარებაში და იოანეს გამოცხადებაში, ისეთი დამახინჯებულად ქადაგებენ სამწუხაროდ სასულიერო პირებიც კი, რომ ადამიანები დაზაფრულები არიან, შეშინებულები არიან და აღარ იციან რა გააკეთონ. გარკვევით წერია, რომ თქვენ გაიგებთ ამბებს ომების შესახებ და ეს უნდა მოხდეს. რომელიმე საუკუნე არსებობდა ომის გარეშე? არ არსებობდა, ხო? პირველი მსოფლიო ომი გასულ საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომი. ისმის კითხვა დღეს, ეს რაც ახლა ხდება, არის თუ არა მესამე მსოფლიო ომი? მე გეტყვით, რომ არ ვიცი. იმიტომ რომ რო გითხრათ, რომ ვიცი, უხერხულობაში ჩავიგდებ ჩემ თავს. ცრუ გამოვალ. არავინ არ იცის, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ და თქვენ ნუ გადაიღლებით პოლიტიკური ანალიზების გაკეთებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაიღალა უკვე და ცრუ ეგზეგეტიკოსები, ცრუ განმარტებლები ამბობენ, რომ აი ეზეკიაში წერია, ზაქარიას წინასწარმეტყველებაში წერია, რა წერია? წაკითხული გააქვს? არა, ხო, მოდი რას ცრუობ, რა სიტყვები? ეზეკიელის წინასწარმეტყველება, იერემიას წინასწარმეტყველება და სხვა წინასწარმეტყველები ძალიან ბევრ მოვლენებს შეგიძლია მოარგო, როგორც შეგინდა და ისე აღწერო. მაგრამ მკვეთრად, გარკვევით, ყველას გეტყვით და გაჩერდით, ნუ დადიხარ ცოტა ხანი. გარკვევით წერია, რომ აი ეს დაიმახსოვრეთ, ჩემო ძვირფასებო, ანტიქრისტე უნდა მოვიდეს, ხო? ანტი უნდა გამოჩნდეს. და ანტიქრისტე უნდა გამეფდეს და ეკურთხოს სოლომონის მესამე ტაძარში. ეს გარკვევით რაც ვიცით. პირველი ტაძარი ააშენა სოლომონმა და დაანგრია ნაბუქოდონოსორმა ქრისტეს შობამდე 300 წლით ადრე. ებრაელები განასახლა, ზოგი მცხეთაში საქართველოში ჩამოვიდა, თელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. ქრისტეს შობამდე კიროსი, მეფე კიროსი, სპარსეთის მეფე ხილვას ნახავს, რომ დააბრუნე ებრაელები თავის მიწაზე, თავის ტერიტორიაზე და აუშენე მათ ტაძარ. მეორე ტაძარს აშენებს ზორუბაბელი, ერთ-ერთი მეფე ისრაელის და აი ამ ტაძარში მოდის ქრისტე. გარკვევით ძალიან მოკლედ მინდა რომ გითხრათ, რომ თქვენ ეს იცოდეთ და აღარ შეშფოთდეთ და აღარ აღშფოთდეთ რა. აი აქ მოდის ქრისტე, ამ ტაძრიდან განდევნის
ფარისევლებს, მწიგნობრებს, ფულის გადამხურდავებლებს, შოლც სახრეს გააკეთებს და პირუტყვების, ასე თქვა, სადგომი იყო იქ, იბილწებოდა ტაძარი და გაასუფთავებს ტაძარს და იტყვის გარკვევით, მამაჩემის სახლი არის სამლოცველო სახლი და თქვენ ავაზაკების ბუნაგად გიქცევიათო. აი ამ ტაძარს მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, მაცხოვარი დაახლოებით 35 წელს ეცვა ჯვარს, გადის 35 წელი და სრულდება მაცხოვრის წინასწარმეტყველება 70 წელში. როდესაც მაცხოვარი გოლგოთაზე მიყავდათ, რომ უნდა გაეკრა ჯვარზე, სიონის ასულები, ანუ ებრაელი ქალწულები ტიროდნენ მასზე. ქრისტე ეუბნება, რომ ნუ ტირი ხართ ჩემზე, თქვენზე, თქვენს მომავალზე და თქვენ შვილებზე იტირეთ. რამე თუ ებრაელებმა დაიწყევლეს თავი და რა თქვეს, ჩვენ არ გვყავს მეფე გარდა კეისრისა. ანუ წარმართი მეფე აღიარეს ჭეშმარიტი მეფეს მაგივრად და დამსინავად დააწერეს ჯვარზე, რომ ეს არის იესო მეუფე ჰურიათა. ჭეშმარიტება დაწერეს, სამ ენაზე დაწერეს, ხო? ჭეშმარიტება, მაგრამ ცინიკურად დაწერეს. და რა მოხდა? ჩემო ძვირფასებო, მაცხოვრის შობიდან 70 წელს. ჯერ ვესპასიანემ, რომის იმპერატორმა და მერე მისმა შვილმა ტიტემ მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი. ჯერ მამამ დაიწყო და მერე შვილმა გააგრძელა. როდესაც იხილა ვესპასიანემ რომი იერუსალიმის გოდოლი, ძალიან კარგი ნაგებობა იყო, ძალიან ძლიერი ნაგებობა იყო, თქვა, როდესაც დაამხო იერუსალიმი, მე ამათი ღმერთი რო არ დამხმარებოდაო, მე ვერ გავიმარჯვებდიო და ვერ დავანგრევდიო იერუსალიმს. რომაული სამართლის მიხედვით ის ადგილი გადახნეს, სადაც იყო იერუსალიმი, დაარქვეს ელია კაპიტოლინა და იმის შემდეგ გადის 7 საუკუნე და მე-7 საუკუნეში უკვე ისლამი მძვინვარებს და იქ შენდება ომარის მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი, ესეთი გუმბათი, ლამაზი გუმბათი და ფრთიანი მეჩეთია, რომელიც დღემდე არის აღმართული მორავიას მთაზე. 4 გორაკზე აშენებული იერუსალიმი და ერთ-ერთ მთაზე, სადაც თავიდან აბრაამს სთხოვა ღმერთმა, რომ შვილი შეეწირა და არც კი დაფიქრებულა წაიყვანა ისააკი, აი იქ სოლომონმა ააშენა. დავითს არ მისცა უფლება ღმერთმა, იმიტომ რომ დავითს სისხლიანი ხელები ჰქონდა და იმრუშა და არ იყო ისეთი პიროვნება, რომ ტაძრის აშენების უფლება ჰქონოდა, მისმა შვილმა ბრძენმა სოლომონმა ააშენა ტაძარი, თუმცა ისიც მიიდრიკა კერპ თაყვანისმცემლობისკენ ბოლოს, იმიტომ რომ თავისი ცოლების კერპებს დაუწყო ზორვა, ანუ თაყვანისცემა. რა მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, ნუ მოусმენთ რა, გინდა სასულიერო მაღალი ან დაბალი იერარქი იყოს, გინდა ძალიან დამაჯერებელი ისტორიკოსი, განათლებული პოლიტიკოსი. როცა დაინახავთ თქვენ, რომ მორავიას მთაზე ომარის მეჩეთს მოხვდა ჭურვი და დაანგრიეს ან დააზიანეს, პირდაპირ გულისხმა ყავით, რომ ანტი უკვე მოდის. ანტიქრისტეს გამეფება უკვე იწყება. ეს რამდენ ხანში მოხდება, როგორ მოხდება, არ ვიცით, მაგრამ ანტიქრისტე რო გამოჩდება, გავა 3 წელიწად ნახევარი და მოვა იესო ქრისტე. ამაზე უკეთესად როგორ გითხრათ? ნუ დაბრკოლდებით, ნუ შეშინდებით, წერია პირდაპირ, რომ თქვენ რომ გაიგებთ ხმებს ომების შესახებ, ნუ შეწუნდებით პირიქით წელში გაიმართეთ. რატო გაიმართეთ წელში? განა მიხარია ომები, მაგრამ ახლოა აღსასრული. ვის უხარია ახლოა აღსასრული? ვინც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ცხოვრობს ეკლესიური პატიოსანი ცხოვრებით. უკვე აღარ უნდა ეს უნებიანი, ეს გართობა, ეს ცოდვები, ეს უბედურებები დაიღალა ამდენი მახინაციებით, ხო? აღარ უნდა დაიღალა რა და ერთი სული აქვს, რომ სული ჩააბაროს ქრისტეს, საპატარძლოა. ნებისმიერ საპატარძლოს ხო უხარია სიძე რომ მოვა, ხო? და პატარძალს, რომელსაც არ უხარია სიძეს მოსვლა, ის მრუშია. რატო არ უხარია? იმიტომ რომ არა აქვს თავის სიწმინდის იმედი არა აქვს და იმალება
და ის ვინც განწმენდილია და თეთრი შესამოსელი აცვია ერთი სული აქ ჩაბარდეს სიძეს ანუ იესო ქრისტეს დაიღალა ამდენ უნებებში და შემოტევებით ცოდვებით და ასე შემდეგ დანარჩენი ჩემო ძვირფასებო არ მიაქციოთ ყურადღება რა აპატიეთ ჩემ პირად აზრს გეტყვით ახლა არ მჯერა ამერიკული დემოკრატიის რა კარგად გამიგეთ რა ყველა ომი იწყება მშვიდობის სახელით რა 16 წლის ბიჭი ვიყავი რომ ერაყი დააქციეს იმ მიზეზით რომ ატომური ბომბი აქვთო იქ შევიდნენ და არ აღმოჩნდა ბოდიშიც კი არ მოიხადეს მე ხლა მუსლიმანებს ხელს კი არ ვაფარებ კაცო რა უკვე სკადაფს და მის რეჟიმს რეჟიმი მაქვს თუ რა მაქვს შენ ვინ გეკითხება რა გინდა შენ ხო ვინ გეკითხება შენ და ესე იგი მშვიდობა არ იქნება მაშინ თუ არ დაბომბავენ გარკვეულ ქვეყნებს საწერია ჩემოკარგებო ასეთი რამე შენ უნდა გქონდეს ბირთვული იარაღი და იმას არ უნდა გქონდეს ან შენ რატო უნდა გქონდეს ან იმას რატო არ უნდა გქონდეს კარგად გამიგეთ რა კაცი რომელიც ამბობდა ერთ-ერთი ზე ქვეყნის პრეზიდენტი რო გახდა მე რომ მოვალო მშვიდობა იქნებაო და ომს დავასრულებო მეორე ომი დაიწყო ყოველი კაცი ცრუარს მიწერია სახარებაში ამიტომ ნუ გექნება ჩემო ძვირფასებო ზე ქვეყნების და მათი პრეზიდენტების იმედი გქონდეთ იესო ქრისტეს იმედი გქონდეთ ჭეშმარიტი ღმერთის ვინც აქამდე არ მარხულობდით დაიწყეთ მარხვა არ გეწყინოთ დღეს ერთი-ორ ადამიანს უთხარი არ ეზიარები შვილო ძალიან მიყვარხარ მაგრამ არ გაზიარებ იმიტომ კი არ გაზიარებ რომ არ მიყვარხარ იმიტომ რომ არ გესმის კარგად მარხვა რა არის მარხვიდან თავისუფალი არავინ არ არის ჩემო კარგებო არც მეძუძური არც ფეხმძიმე არც აბიტურიენტი არც მოხუცებული მაგრამ მიდი ბოძღვართან და უთხარი შემიმსუბუქე მამაო მარხვა და შეგიმსუბუქებ შედალოცილო როგორ შეიძლება ეხლა თქვა რომ მე მარხვას ვერ შევინახავ მარხვას ვერ შევინახავთ ითით რას ნიშნავს მე ვერ დავიცავ ჩემს სარწმუნოებას მარხვა ნიშნავს დაცვას სამარხი რა არის და დამარხული არიან ჩვენი წინაპრების გვამები ხო და მარხვა ნიშნავს რომ მე ვიცავ მარხულობ ნიშნავს ვიცავ ჩემს რწმენას ჩემ დოქტრინას ჩემს ამხსარებლობას ვიცავ რისგან ვიცავ კაცო სიშიშვლისგან, სიბრიყვისგან, შემოტევებისგან, ვნებებისგან და უბრალოდ საკვებს მოვიკლებ. გასაგებია რომ ექიმა გითხრა რომ უნდა ხორცი ჭამო, ოსპი ჭამე, ჩემო კარგო, ლობიო ჭამე. რა პრობლემაა? კარგი არ შეგიძლია, ხო? ცოტა ხანი გამოდი ინტერნეტიდან. 7 საათი რო ხარ, მოდი 2 საათი დარჩი, 5 საათი იმარხულე. ლუდი რო გიყვარს ძალიან არ დალიო მარხვაში ლუდი აეგარი მარხვა ჩემო კარგებო თორე ახლა დაწერია რომ ლუდი არ დალიო ხო მაგრამ აი ეს არის მარხვა რომ რაღაცა სიამოვნებაზე უარს რო იძახი ეგ არის მარხვა გამიგეთ და ამას რო იძახი რომ მე მარხვას ვერ შევინახავ არ არის ეს არ შეიძლება ჩემო კარგებო ყველამ შეძლებს დაგვარად უნდა შევინახოთ მარხვა რატომ უნდა შევინახოთ მარხვა აი დღეს მინდა ზუსტად გესაუბროთ ამის თაობაზე არსებობს აი თქვენ ხომ გაინტერესებთ უკვე წლებია დავდივართ ეკლესიაში და ნეტა დაიწყო თუ არა ჩემი განხთობა ხო გაინტერესებს არა უკვე გავიდა 10 20 15 წელი გავიდა და არანაირი შედეგები არ მაქვს ერთადერთი ადამიანი ძველ აღთქმაში იყო მოსე რომელისგანაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ რას ნიშნავს განხთობა მოსე რომელიც არის ებრაელი ერის წინამძღოლი და შემოაკვდება ეგვიპტელი იმიტომ რომ თავის თანამემამულეს იცავს განეშორება ხმაურს გახდება მწყემსი განმარტოვდება და ჩაუღრმავდება თავის თავს დაუკვირდით კარგად განხთობა იწყება საკუთარ თავში ჩაღრმავებით სხვის ცხოვრებაში ჩაღრმავებით კი არა საკუთარ თავში ჩაღრმავებით და ეს არის პირველი საფეხური განხთობის. თუ მომცემთ უფლებას, რა ვიცი, ძალიან საინტერესო ლექსი ვნახე გალაქტიონის, რომელსაც მაგალითად მოყავს ვიქტორ ჰიუგო, საინტერესოა უკვე ერთხელ ვიღაცამ არ განმეკითხოს, ახლა ამბიოენდანო ვიღაც ისე ლიტერატურებს გადაგებსო, მაგრამ კარგი ლიტერატურა ჩემო ძვირფასებო არის შვილობილი ღვთისმეტყველების.
არ ვიცი ჰიუგოს რომელი ნაწარმოებია, მაგდენი არ ვიცი თუ თქვენ იცით, მომწერეთ პირადში, ძალიან გამეხარდება. გალაქტიონი ამბობს, ჰიუგო მოყავს მაგალითად, რომ ეთყობა ჰიუგომ დაწერა რაღაც მოთხრობა ან ნოველა, სადაც აღწერილი არის მთებში ტბა. აი კრატერი რო არის და ნაგუბარი რო არის, აი კამკამა ცისფერი ტბა, აი სვანეთში ხო ხართ ნამყოფი ვთქვათ იმაში თუშეთში, აი ადამიანის ხელი რო არ შეხებია და რომ იხვალ გარშემო მწვანე მდელობიბინებს, გარშემო ეთი ლამაზი ჭაღარა მთები და აქ არის კამკამა ტბა. ეს რო შეხედავ ასეა. აი ამას შეადარა გალაქტიონმა და ჰიუგომ ადამიანის სული, ოღონდ სანამ არ მიხვალ კარგად და არ შეეხები მანამდე. აი ამ ტბაშიო რო ჩახვალო, აი ამ ტბაში რო ჩახვალ და ფსკერს ნახაო, უამრავ უცნაურ არსებას აღმოაჩენ უკვე შიგ. ის უკვე კამკამა და სუფთა კი აღარ იქნება. აი მოდი წავიკითხავ რა. მოდი წავიკითხავ. ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ აი რა არის ამ პარტაუნება სათვალეები დამინიშნეს და სათვალეების გარეშე უკვე ვეღარ ხედავ კარგად და არ მინდა რომ გამინათე. ის ჰიუგო რომელიც პარის გულით ატარებს ასე ამბობს როდესაც სულს ჭაობებს ადარებს სული მრავალ ჩვენგანის ტბა შემოზღუდული გამჭვირვალე სარკია შუქით შემორაზული იგი ოდნავ ქანაობს იმ შევთხევის ქარითა უსულგულო ცხოვრების ღელვას რომ აგვარიდა მასში ტყია ჩაფლული მშვენიერი ჭრდილებით ზეცა ფერად ფერადი ღრუბლის აყვავილებით სიღრმეში კი მზიარა არა აწერია სიღრმეში კი მზიარა მოკლედ ბევრი ურჩხულია აი ამ სიღრმეში შემოძვირფასებო და აი მინდა რომ პირველი საფეხური რომელიც ასე აღწერა გალაქტიონმა და ჰიუგომ ეს არის ჩვენ თავში ჩაღრმავება ჩვენ სულში ჩაღრმავება სხვანაირად ჩვენი განხთობა არ დაიწყება რომ მივხვდეთ რა ხდება ჩვენს სულში როგორც იმ ტბაში რამდენი ესე თქვათ ურჩხული ბინადრობს შიგ ამას ჩვენ ვერ ხვდებით მივდივართ მოძღვართან მოძღვარი ეკითხება მარხულობ ცოდები გააქვს ისე რა არა მოიცა აბა შეკითხვა მერე ხვდებით რომ თურმე როგორი ცოდულები ყოფილვართ ჩაღუნე თავი მაგრამ ეკლესია უიმედოდ არ გტოვებს რა უნდა გააკეთო განხთობის მეორე საფეხური ეს გახლავთ შემოძვირფასებო კათარტიკოს ანუ განწმენდა კათარზისი მე დავინახე რომ ცოდვილი ვარ დავინახე რომ პრობლემები მაქვს და მე მჭირდება განწმენდა როგორ განვიწმინდო მოწესრიგდი სუფთად მაცვია ბანაობ ხშირად არა ეს გარეგნული განწმენდა ამას ებრაელები აკეთებდნენ წყალში განბანვა ერქვა სამწუხაროდ დღეს ბევრი მართლმადიდებელიც იგივეს აკეთებთ გონიათ რომ იორდანეში რომ სამჯერ ჩაკურკუმლავდებიან ეს განწმენდა არა განწმენდა არის აღსარება და ზიარება განწმენდა არის გოდება საკუთარ ცოდვებზე კათარტიკოს ეს ნიშნავს რომ შენ გჭირდება კატეხიზაცია ეკო რა არის ჩვენ რო გონია რომ თებში რო ყვირი ხარ და რო გიბრუნებს ხო ეკო არის ხმა ეს არის ზეციდან ქვევით ჩამოყვირება სულიერ თვლემარებაში ყოფი ადამიანი რომ გააღვიძე ჩავდივართ დამთავრდა გაიღვიძე ადექი ფეხზე მართლა ხო ამდენი ხანი რო გეძინა გაიღვიძე
რატო უნდა გავიღვიძო? იმიტომ რომ სადაც არის უკვე მატარებელი მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე და გაიღვიძე თელი გზა რო გძინავ, ან ტელეფონში რო ხარ, ან ჭამაში რო გაატარე და მრუშობაში რო გაატარე და გარყვნილებაში რო გაატარე, გაიღვიძე რა დროზე. და თუ ეხლა არ გაიღვიძებ, გაიგებ მე იმ 7 საყურის ხმას, რომელსაც აპოკალიფსში უკვე ღმერთის ბრძანებით, ანგელოზებით ჩაბერავენ და მაშინ გაგვიძება უკვე ძალიან გვიან იქნება. პირველი ჩვენი შემაფხიზლებელი კატეხიზმო, პირველი კატეხიზმო ქვია ჩემოკარგებო, არის დიდაქე. გთხოვთ ინტერნეტში არის, მოიძიეთ და აუცილებლად სანამ მარხვა დამთავრდება, სულ რაღაც 5-6 ფურცელია და გარკვევით იწყება, რომ ორი გზა არსებობს ადამიანის წინ. ერთი არის სიკვდილის გზა და მეორე არის სიცოცხლის გზა. შენ რომელი გზა გჭირდება? რომელი გზა გინდა? რა თქმა უნდა, ყველა გონიერი ადამიანი აირჩევს სიცოცხლის გზას. ხო და ამიტომ მესამე საფეხური ეს არის უკვე შენ თუ გინდა რომ კი არ იარსებო, არამედ იცოცხლო. ცხოველები არსებობენ, ადამიანები ცხოვრობენ. იცოდეთ, მარტო ადამიანი ცხოვრობს. ოღონდ არა ლუარსაბისნაირი და დარეჯარისნაირი ადამიანები. ადამიანი, რომელიც ახსარებას ამბობს, ეზიარება, მარხულობს, თავდაბლობს, სიკეთეს აკეთებს, ეს ადამიანის მოქალაქეობს, ანუ ცხოვრობს. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ძალიან ცოტანი არიან. განხთობის მესამე საფეხური გახლავთ სათნოებების მოძიება. ის კი არა რომ მე იცი რა კეთილი ვარ, მე ყველა მიყვარს, მე არავინ არ ამძულს. ვინც ამბობს რომ ყველა უყვარს და არავინ არ ასძულს, ის ადამიანი ცრუობს ჩემო ძვირფასები. ის ადამიანი მატყუარა, ყველაზე დიდი მატყუარა ეგ ადამიანია. ანტიკურ ხანაში ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსი იყო და არის ეხლაც სოკრატე, რომელიც მიდის დელფოში, აპოლონის ტაძარში, მკითხავ ქალთან პითიასთან. კითხავი ქალები იყვნენ პითიები, ეხაც ბევრი არიან, არ მინდა გვარი და სახელები დავასახულო, შეიძლება თქვენ გეწყინოთ მე, თქვენი მოგვარე იყოს ან რაღაც ესეთი. და აინტერესებს სოკრატეს რაღაც სიბძნე გაიგოს, ესეთი კაცი იყო სოკრატე, სულ აინტერესებდა და ბევრი გაიგო. და მკითხავი ქალი ეუბნება რომ შეიცან შენი თავიო. ნამაგარი ნათქვამია, ხო? ანტიკურ ხანაში ამაზე მეტი არავის არაფერი არ უთქვია. ოღონდ უყურეთ კარგად. ის ეუბნება ცუდი გაგებით, რომ სოკრატე შენ მაგარი კაცი ხარ, განათლებული ხარ და შენი თავის ფასი იცოდე. შენ არა ხარ როგორც სხვა ფილოსოფოსები და სხვა ელინები, შენ მაგარი ხარ სხვაზე. მაგრამ სოკრატეს სიბძნე რა შემდგომარეობს? სოკრატე პირიქით გაიგო. მე რო სხვებს დავცინი, მე რო სხვებს ვაკრიტიკებ, მოდი ჩემ თავს შევიცნობ, ჩემ თავს ჩაუღრმავდები და მივხვდები მე ვინა ვარ. სოკრატე ჩაუღრმავდა თავის თავს და მივხვდა რომ იყო ცოდვილი, უმეცარი და არაფერი არ იცოდა და თქვა, მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. გესმით? რა საინტერესო ნათქვამია. სოკრატეზე ამბობენ წმინდა მამები, კერძოდ ფილონ ალექსანდრიელი, იუსტინე მარტვილი, ესენი ებრაელები იყვნენ, ყოფილი ფილოსოფოსები, მანტიები გაიხადეს და რო გახდნენ ქრისტიანები, ისევ ჩაიცვეს და თქვეს, რომ ჩვენ ეხლა გავიგეთ, რა არის ჭეშმარიტი ფილოსოფიაო. ჭეშმარიტი ფილოსოფია არისო ქრისტეს მოყარეობაო და არა სიბძნის მოყარეობაო. და აი ეს ორი ადამიანია და არა მარტო ეს ორი ადამიანი სოკრატეზე ამბობდნენ, რომ სოკრატე იყო ერთადერთიო ანტიკურ ხანაში ადამიანიო, რომელმაცო ასწავლა ადამიანებსო უგვანი არსებებისგან განშორებაო. და საინტერესოა უყურეთ, უგვანი არსებებისგან განშორება. ეს შეიძლება ადამიანი იყოს, შეიძლება არაწმინდა სული იყოს. ანუ განეშორე იმ ადამიანებს და იმ სულებს, ვინც შენ გაპყოლებს, ვინც შენ გიბიძგებს ცუდისკენ. აი ეს გააკეთა სოკრატემ და მასზე ამბობდნენ, რომ მან ნახევრათო შეიცნოო ქრისტე. ძალიან საინტერესოა. სათნოებების მოხვეჭის შემდეგ უკვე ნახეთ რა კარგია მეოთხე საფეხური, ეს არის გასხივოსნება. მეოთხე საფეხურზე იყო მოსე, როცა ნახა შეუწველი მაყვალი. ხედავს რომ მაყვარს ცეცხლი ეკიდება და არ იწვება. რა თქმა უნდა ეს ღვთისმშობლის სიმბოლოა, თუმცა სხვა სიმბოლოებიც აქვს და მე მაინც ვეყრდნობი რომ ეს ღვთისმშობელია
მოხდა მოსეს გასხი ოსნება, ფოტიზმა, ფოტიტიკოს. აი აქედან არის ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ნათლისღებას სამწუხაროდ ხშირად ვეძახით ბაპტიზო, მაგრამ არა, ფოტიზმა არის, ნათლისღება არის ფოტიზმა, ადამიანის განათლება. დღეს განათლება ცოტა სხვანაირი დატვირთვა აქვს, ამიტომ რო თქვა რომ ნათელღებული ადამიანები განათლებულია, ვერ გაიგებენ. უნდა თქვა რომ გასპეტაკებულია, გასხიოსნებულია. ეს არის ყველაზე კარგი და ნათლის შვილი გახდა. საინტერესოა რა, ადამიანი რომელიც განხთობის მეოთხე საფეხურს მიაღწევს, მაშინ უკვე გასპეტაკდა მისი სული, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ქრისტე შემოსილობა ნიშნავს ზუსტად განსპეტაკებას, ნათლის ძეთ ყოფნას, ნათლის შემოსილობას, რაც ძალიან სამწუხაროდ ძალიან შორს არის ჩვენგან. როგორ ხდება ამ ყველაფრის მიღწევა? აი რადგანაც დღეს არის ათონზე მოღვაწე მამების ხსენება და რუსეთში მოღვაწე რუსეთის მიწაზე ახლა მაგრამ შეიძლება რაღაცამ გააღიზიანოს, ხო? მაგრამ იყო დრო რომ ათონის მთაც ბალახებით და ბუჩქებით დაფარული ნახევარკუნძული იყო, არავინ არ იყო. და იყო დრო, როდესაც რუსეთშიც დარბოდნენ ვარიაგები, აი ესეთი ველური ხალხი და საერთოდ შორს იყვნენ ყველაფრისგან. ადამიანმა გახადა წმინდა ათონის მთაც და ყველა ის ადგილი, სადაც ჩვენ ახლა სიწმინდე გვეგულება. ანუ ადამიანების გარეშე მიწა ვერ იქნება წმინდა, ტაძარი ვერ იქნება წმინდა, ხატი ვერ იქნება წმინდა. თუ ადამიანმა არ აკურთხა, არაფერი წმინდა არ იქნება. ხო და ესეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ თქვენ, აი ძალიან მარტივია, შეიძლება რთულია, მაგრამ მე მგონია რომ მარტივია. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი მოღვაწეობს მე-11 საუკუნეში. ის ამბობს პავლე მოციქული თავის თავზე. წმინდანები ხშირად თავდაბლობიდან გამომდინარე მესამე პირში საუბრობენ. აი პავლე ამბობს რომ მე ვიციო კაციო, არ ვიციო სხეულში თუ სხეულის გარეთ ვატაცებული იქნაო, მესამე ჩამდეო. თავის თავზე ამბობს ოღონდ მესამე პირში. აი ასე ამბობს სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. ვიცი ერთი კაციო, რომელიცო რამოდენიმე დღის წინო, მცირე ხნის წინო იყო ერისკაციო, მაგრამ აგერ ვნახევ შეიმოსაო. და მანო დაიწყო თავისი ღვაწლიო ძალიან უცნაური მოღვაწეობითო. როგორ? ყოველ საღამოსო წესი ქონდაო, რომ სანამო დაუგებდნენო სარეცელსო და ძილად მივიდოდაო, იხსენებდაო იმ დღის წმინდანებსო. გულით და სულითო, მათ ცხოვრებას კითხულობდა, მაშინ სად იყო ინტერნეტი ან საეკლესიო კალენდრები, ხო? მეორე დღისითო იგივე საკეთებდაო, ოღონდო გუშინდელ წმინდანებს ხო იხსენებდაო, მერე იხსენებდა იმ დღის წმინდანებსო. მერე აკეთებდა მესამე დღეს იგივეს კიდევ ამატებდა, ანუ გუშინ წინდელს ასე აკეთებდაო მთელი თვის განმავლობაშიო. და უცბათო იგზნო როგორ გამოეცალა იატაკიო ფეხ ქვეშო. ამ ქვეყნიური ყოფიერებაო განცდაო, დაკარგაო და თვალით და სმენით მიუწტომელ სინათლეში ამოყო თავიო, რამოდენიმე წამის განმავლობაშიო. და იქიდან რომ დაბრუნდაო, სულ იმის ნატრაში იყო, ნეტაო იმ მდგომარეობაშიო, მამყოფოს ღმერთმა, რაც მე განვიცადეო იმ წმინდანების მოხსენიებაში. ანუ თუ ჩვენ გვინდა ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენი მარხვა, ჩვენი ლოცვა, ჩვენი ეკლესიური ცხოვრება განხთობით დამთავრდეს, უნდა ჩაუღრმავდეთ აუცილებლად საკუთარ თავში ჩაუღრმავდეთ, უნდა მოხდეს ჩვენი კათარზისი, განწმენდა, უნდა სათნოებები შევიძინოთ და მერე გავხდებით ნათლის შვილები. და როგორ? წმინდანების მოხსენიებით და წმინდანების ცხოვრების გააზრებით და წაკითხვით. პეტრე და პავლეს ცხოვრება წავიკითხოთ. რა საინტერესოა ჩემო ძვირფასებო. მაპატიეთ, გემოთ მოყარეობაში ვარ. პავლე მოციქული მიყვარს ძალიან, რა ვქნა. ზოგს პეტრე უყვარს, ზოგს პავლე უყვარს, ზოგს შილა უყვარს, ზოგს რა ვიცი, ზოგს პატრიარქი უყვარს ჩვენი, ზოგს წმინდა გიორგი უყვარს, მე პავლე მიყვარს. უყურეთ რა საინტერესოა, კაცი რომელიც არის მდევნელი ეკლესიის, მოშურნე, ზილოტი, იუდეველი, რაბინი, ფარისეველი ტომით და რა ვიცი, პარტიით. უცბად მიდის, გაიგებს ინფორმაციას, გაიგებს რომ სადღაცას იკრიბებიან ქრისტიანები და მიდის რომ უნდა აწამოს ქრისტიანები.
და უცბად გამოეცხადება ქრისტე, თვალ დაუბნელდება და ეტყვის, რომ საულ, რატომ დევნი მე? აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ღვთის შემეცნების პირველი საფეხური. როცა ადამიანი თავის ყურს, სულიერ ყურს ათხოვებს უფალს, ყური დამეგდეო, ვიცით ხოლმე, ხო? მე ვერ ვიტყვი, რომ ღმერთს ყური უნდა დაუგდოთ, ყური უნდა მივაპყროთ ღმერთის ხმას და როგორც სავლეს ეუბნეოდა ქრისტე, აი ესე გვეუბნება, აი ამ არხვაში მაინც მამა გიორგი, რატო ხარ ზარმაცი, რატო ხარ ჯიუტი, რატო ხარ ამპარტავანი, ამდენხანია მოძღვარი ხარ და გამოსწორდი რა? შენ რო გამოსწორდები, შენი მრევლის გამოსწორდება, შენი ოჯახის წევრებიც გამოსწორდებია. აი ესე გვეუბნება ყველას, ჩემო ძვირფასებო, ქრისტე, მე თქვენ მოდიხართ და იძახით, რომ ჩემი ცოლი ვერ მოვაქციე, ჩემი ქმარი ვერ მოვაქციე. გინდათ თქვენი ქმარი გითხრათ როგორ მოვაქციოთ? ნაკლები შენიშვნები მიეცით ხალბატონებო. ყოველ წუთში რო, ყოველ წამში შენიშვნებდით რომ მყავთ ქმრები და დაღლილები. ნაკლები შენიშვნები. თქვენ თავს მიეცით შენიშვნები, თქვენ თავს. და თქვენი მეუღლე რო დაინახავს რომ ნაკლებად ხარ აჟიტირებული და თავდაბალი და უბრალო გახდი, შენი მეუღლე აუცილებლად მოექცევა და მოვა ეკლესიაში. ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ესე არ დადო, ესე არ გააკეთო, ეს ისე რა არის, რა უბედურება. ეს წერია სახარებაში? არა წერია. სახარებაში წერია, რომ შენი თავი განკურნე, კურნალო და შენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნება. თვით ჩაღრმავებით, სათნოებების მოხვეჭით, კათარზისით, გასხივოსნებით და უბრალოებით. ეს არის ჩემო ძვირფასებო და მე აღარ იქნება ამდენი ომი, ამდენი დავიდარაბა, ამდენი შიში და ასე შემდეგ. ნუ შეწრწუნდებით, ჩემო კარგებო. პირიქით, დაიწყეთ მარხვა, დაიწყეთ ლოცვა, დაიწყეთ განხთობა. შეუდექით სინას მთას. ეს არის ღვთის შემეცნების განხთობის ფერდობი. ნარიყალას აღმართი გადავაქციოთ ღვთის შემეცნების ფერდობად. და ნუ ნერვიულობ რომ მანქანით ავდიოდი და გავიჭედე, ფეხით ამოდი რა. ფეხით ამოდი და იფიქრე მოსესავით ჩაუღრმავდი შენ ცოდვებს და სანამ შემოხვალ ტაძარში იმდენი ცოდვები გაგახსენდება, რომ პირდაპირ მიხვალ მოძღვართან და იტყვი აღსარებას. მაგრამ არა, ჩვენ კონდიციონერი ჩართული მანქანით უნდა ამოვიდეთ, რომ არ გავიოფლოთ, თან გზაზე არავინ არ უნდა შეგხვდეს და თუ შეგხვდა გინებით ავიკლებთ და განკითხვაში ჩავარდებით და მერე ვეზიარებით. მერე მარხვაში ვართ. დაშორსა ვართ არა? ასე რომ დავივდაბლოთ ჩემო ძვირფასებო თავი და ღმერთი აგვამაღლებს. განვიწმინდოთ უფლის წყალობით, აღსარებით, წმინდა ზიარების მიხებით, მარხვის შენახვით და დამიჯერეთ, რომ სოფლიოში დამყარდება მშვიდობა. კი ბატონო, ეხლა გესმით ხმები ომების შესახებ, მაგრამ დადგება დრო, რომ ვეღარ გაიგებთ ამ ხმებს და ომი აღარ იქნება. როგორც რუსთაველი ამთარებს ოთხის ტყაოსთანს, თხადა მგელი ერთად ძოვდეს. ამას ამბობს ესაიაც, ამას ამბობს იერემიას და იეღოველემა ეს დამახინჯებულად გაიგეს და თავიანთი ბროშურების გარეკანზე გამოსახეს ეს, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება დამახინჯებული სახით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა გაგახაროთ. მე ვიცი რომ ჩვენ ყველა ძალიან შორსავთ განხთობის ფერდობზე სიარულისგან, მაგრამ მოდი ახლა მაინც დავიწყოთ და მოხდეს ჩვენი კათარზისი, რათა მოხდეს ჩვენი გაბწყინება. ჩვენთან არის ღმერთი.